ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი ნანი და საგასტროლო ტურნეთი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში და ორკვირიანი ტურნეს ფარგლებში ანსამბლმა ინგლისისა და შოტლანდიის 8 ქალაქი მოიარა. თემაზე სასაუბრო შემოგვერთდა ეთნომუსიკოლოგთა ჯგუფ ნანინას დირექტორი, ეთნომუსიკოლოგი მაკა ხარძიანი. დილამშვიდობის მაკა. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და ყოველთვის ნახულობთ დროს იმისათვის რომ გვეწიოთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ჩვენი საქმიანობისთვის, ჩვენი საქმიანობით კიდევ ერთხელ დაინტერესებისთვის. მაკა, რაც შეეხება თქვენს ტურნეს, ძალიან საინტერესოა თავისთავად თვითონ დამსწრე საზოგადოების რეაქციები, მათი შეხედულებები, ვინაიდან ამ დიდი ბრიტანეთი მით უმეტეს ცნობილია იმით, რომ იქ არაერთი ხალხური ანსამბლები არის შექმნილი, რომლებიც ქართულ სიმღერებს ასრულებენ, მღერიან, განსაკუთრებული სიყვარული გააჩნიათ ჩვენი კულტურის და საინტერესო არის ტრადიციების მოყვარული და ძალიან საინტერესო იქნება იმის მოსმენა თქვენი მხრიდან თუ იყო რაიმე ისეთი უცხო მათთვის იმ რეპერტუარიდან, რომელიც მათ წარუდგინეთ და საერთოდ როგორ მოხდა თქვენი გამგზავრება ამ ტურნეში. მოგახსენებთ, ნება მომენტით დავიწყო ცოტა შორიდან, იმიტომ რომ ამ სიყვარულს ქართული კულტურისა აქვს დიდი ისტორია, დაახლოებით 30 წლის ცოტა მეტის ისტორია და ეს ყველაფერი დაიწყო 90-იან წლებში გასული საუკუნისა, როდესაც ედიშარ გარაყანიძე და იოსებ ჟორდანია, ცნობილი ქართველი ეთნომუსიკოლოგები მიწვეული იყვნენ დიდ ბრიტანეთში, სწორედ აი ამ მისიით ქართული ხალხური სიმღერების სწავლების მიზნით. სწორედ იქ დაიწყო აი ასე ვთქვათ გაღვივება ინტერესის ქართული ტრადიციული მუსიკის მიმართ და მას შემდეგ ედიშარ გარაყანიძის გარდაცვალებამდე იგი გარდაიცვალა 1998 წელს აი 4-5 წლის მანძილზე ის ყოველ წელს დადიოდა და ატარებდა მასტერკლასებს ბრიტანელებთან. ამის შემდეგ უკვე აი ეს ტენდენცია აღარ შეწყვეტილა და მას არ განელებულა ინტერესი ბრიტანელებისა ქართული ტრადიციული მუსიკის მიმართ. მას შემდეგ შეიქმნა ანსამბლი მასპინძელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ანსამბლია, ლონდონური ანსამბლი არის, რომელიც ჩვენს მასტერკლასებს და კონცერტებსაც ესწრებოდა და სხვათა შორის ყველაზე სასიხარულო ჩვენთვის ის იყო, რომ ასეთი სტაჟის და გამოცდილების მქონე ანსამბლმა გითხრა, რომ ჩვენი გაოცებაც კი შეძელითო, იმიტომ რომ გვეგონა, რომ ყველა ქართული სიმღერა მოსმენილი მაინც გქონდაო და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი ვარიანტი თურმე არც კი გქონდა გაგონილიო და გარდა მასპინძლისა იქ არსებობს კიდევ რამდენიმე ანსამბლი, მაგალითად ოქსფორდში არსებობს ანსამბლი ფერები, რომელსაც ჰოლი ტეილორს ანცი ხელმძღვანელობს, ბირმინგემში არის ანსამბლი ბედნიერი, რომელსაც ებ ჯორდანი ხელმძღვანელობს და ასე შემდეგ, რომლებიც ქართულ მუსიკალურ ტრადიციებს სწავლობენ იქ ჩასული ქართველებისგან და თვითონაც მოგზაურობენ საქართველოში და აქაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში სრულყოფარებისგან და რეგიონული ანსამბლების ხელმძღვანელებისგან სწავლობენ ქართულ ხალხურ სიმღერებს. ასე რომ უზარმაზარი არის ის სიყვარული, ინტერესი და ისინი არ მალავენ აღფრთოვანებას ყოველ ჯერზე ქართული ტრადიციული მუსიკით და ეს ჩვენთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერება და ჩვენმა იმპრესარიომ, რომელიც უნდა აღვნიშნო, რომ აღმოჩნდა შესანიშნავი ადამიანი და ქართული ტრადიციული მუსიკის ძალიან დიდი გულშემატკივარი ეს იყო ნილ მაკკეი, რომელმაც დააარსა ესეთი კულტურული ცენტრი ფიჩბლენდი, რომლის მიწვევითაც ჩვენ ვიყავით დიდ ბრიტანეთში, რომელიც სწორედ აი ამას ემსახურება, ის ემსახურება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზებას ბრიტანეთში და მათ შორის ერთ-ერთი ფავორიტი ეს არის საქართველო და უკვე მესამე წელია მან დააარსა ფესტივალი წუთის სოფელი, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში იმართება. ყოველწლიურად წელს ის გაიმართა ლანკასტერში, კერძოდ მის ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც ერქვა სილვერდეილი და 3 დღის მანძილზე იქ იყო ქართული ტრადიციების ზეიმი, რომელიც დაგვირგვინდა, იქ იყო მასტერკლასები, კონცერტები, ერთობლივი კონცერტები, ჩვენი სოლო კონცერტები და დაგვირგვინდა ტრადიციული ქართული სუფრით, რომელზეც ჟღერდა ქართული სიმღერები, მათი შესრულებით, ჩვენი ერთობლივი შესრულებით, ქართული სადღეგრძელოები და ეს იყო მართლაც ქართული სულის ზეიმი. მივადევნი ამ ყველაფერს და ძალიან დიდი სიამოვნება იყო ეს ნამდვილად იქ მყოფებისთვის ხომ უმეტეს თავისთავად და კადრები იყო შესანიშნავი და აი განსაკუთრებული
რაღაცნაირი სიამაყე და ისეთი ბედნიერების განცდა დამეუფლა, რომ ჩვენი კულტურა, ჩვენი სიმღერები, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ყველა ქვეყანაში აბსოლუტურად ყველას ძალიან უყვარს და ძალიან დიდი აღფრთოვანებით საუბრობენ ხოლმე, როდესაც ამა თუ იმ ანსამბლების კონცერტებს ესწრებიან, მაგრამ ეს კიდევ ცალკე არის, როდესაც უკვე სუფრასთან უსხედან და შესაბამისად სრულდება ეს სიმღერები. ეს კიდევ სხვა და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ბრიტანელმა საზოგადოებამ მოგეთ, იმდენად კარგად იცის ქართული კულტურა, მათთვის არანაირი სირთულის სიმღერა დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ჩვენ რო გვეგონა რომ მათ რაღაცა გაუჭირდებოდათ, ან ტექსტში ექნებოდათ შეფერხება ჩვენი გამოთქმიდან გამომდინარე, ჩვენი თანხმოვნებიდან გამომდინარე, ან რომელიმე კუთხის, რომელიმე დიალექტის სიმღერა, აი პოლიფონიური, რთული პოლიფონიური სიმღერები გაუჭირდებოდათ, ასე არ არის. მათ უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ძალიან ნიჭიერები არიან და რაც თავარი აქვთ უზარმაზარი სიყვარული ამ ყველაფრის მიმართ და ყველას ვეუბნებოდი, ვინც იტყვის, რომ ბრიტანელები ცივი ხალხია, ჩემთან გამოუშვით. იმდენად დიდი სითბო, დიდი სიყვარული, გვეხუტებოდნენ, გვეფერებოდნენ, არ ვიცი, ისეთ სითბოს გამოხატავდნენ თითოეული ჩვენგანის მიმართ, ჩვენი მასპინძლები, სრულიად შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც პირველად იყვნენ ქართული სიმღერის მასტერკლასზე, უბრალოდ ინტერესისთვის მოსული. ეს ადამიანებიც კი იმ ხელა ენერგიით და ისეთი დამუხტულებით ჩამოვედით და ისეთი ბედნიერებით ჩამოვედით იქიდან ალბათ ძალიან დიდხანს გავყვება და ჩვენმა იმპრესარიომ მისიც კი გითხრა რომ იმდენი ფანი შეიძინე თუ აქ და იმდენი გულშემატკივარიო რომ მიუხედავად იმისა რომ მე უკვე დაგეგმილი და გაწერილი მაქო მე მომავალი მონაწილეებიო ჩემი ფესტივალისო და ჩემი ტურნეებისო მე მაინც ვფიქრობო რომ თქვენ აუცილებლად უახლოეს მომავალში კიდევ მოგიწევთო აი ამ საკითხზე მინდა რომ დეტალურად ცოტა გავაგრძელოთ ხალხის დამოკიდებულებას, საზოგადოების დამოკიდებულებას, აი ვიცით რომ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ კუთხეში, სადაც არ უნდა ჩატარდეს ესა თუ ის კონცერტი, ყველა ვიცით რომ აუცილებლად თბილად ხვდებათ საზოგადოება, ყველგან ერთნაირია ხალხის დამოკიდებულება. ვიცით და უთხარით მაყურებელს რომ ბრიტანეთის 8 ქალაქში, შოტლანდიასა და ინგლისში 8 ქალაქში გაიმართა კონცერტები კი 8-ში გაიმართა, ძირითადად მაინც 10 ქალაქში ვიყავით და ამ 10 ქალაქში როგორი იყო ამ ხალხის დამოკიდებულება, ყველაში აბსოლუტურად ალბათ ერთნაირი, ხომ? იყო თუ არა განსხვავება ქალაქების კუთხე. ესე იგი, ჩავატარეთ 18 მასტერკლასი და 9 კონცერტი და მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როცა ან პუბლიკის ნაკლებობა ყოფილიყო, ან რაიმე სახის გულგრილობა ყოფილიყო პუბლიკის მხრიდან. არც ერთი ადამიანი არ მახსოვს, რომელიც მთელი არსებით არ ყოფილიყო ჩართული ან მასტერკლასში, ან კონცერტში. ეტლში მყოფი ადამიანებიც კი ისინი ფერხულში ვერ ებმებოდნენ, მაგრამ მთელი სულით და გულით მღეროდნენ ქართულ სიმღერებს. ყველა ნებისმიერი ასაკის დაწყებული ძალიან ახალგაზრდიდან და დამთავრებული ხანდაზმულით 80-85 წლის ქალები და მამაკაცები მოდიოდნენ ჩვენს მასტერკლასზე და ისეთი ენერგიით და ისეთი ინტერესით გვისმენდნენ, სწავლობდნენ, მღეროდნენ, მერე ასრულებდნენ ამ ყველაფერს, რომ აი მართლა შესაშური იყო და მართლა გასაოცარი იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი. მერე გვცნობდნენ ისინი და სხვათა შორის ლონდონის კონცერტის მერე იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაგუყვებოდნენ ქალაქიდან ქალაქში და ესწრებოდნენ ყველა მასტერკლასს, იმიტომ რომ მათ აინტერესებდა ყველა მასტერკლასი სხვადასხვა სიმღერას ვასწავლით და ყველაფერი აინტერესებდათ. ყოფილა შემთხვევა, როცა პარალელურ რეჟიმში ვატარებდით მასტერკლასებს, იმიტომ რომ სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა სიმღერა აინტერესებდა რა. ზოგმა მაგალითად უფრო გამოცდილებმა ხაი რომელი კუთხით ინტერესდებოდნენ? განსაკუთრებით სხვათა შორის ლაზური და მესხური მუსიკალური ფოლკლორი აინტერესებდათ, იმიტომ რომ ნაკლებად ცნობილია და იცით კიდევ რა იყო საინტერესო, აი რომ გისმენდითო და გამოაცხადებდით სიმღერასო, გვეგონა რომ ეს სიმღერა ვიცითო და უცებ აღმოვაჩენთო რომ საერთოდ უცნობ ვარიანტს მღეროდითო. ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი, იმიტომ რომ ვცდილობდით ჩვენც რომ ისეთი ვარიანტები შეგვეთავაზებინა, რომლებიც მათ ნაკლებად ეცოდინებოდათ, რადგან ეს მათ დიდი გამოცდილება აქვთ, მრავალწლიანი უმრავლესობას და ამიტომ ეს საინტერესო უნდა ყოფილიყო მათთვის.
ამიტომ ჩვენთვისაც ბუნებრივია. ჩვენ ისევ დაუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ბოლოს ამ ტურნეს, რომელიც ბრიტანეთში მოიარით. აუცილებლად უნდა ვთქვათ და უთხრათ მაყურებელს, რომ ზაფხულში მანამდე იყავით ასევე ფინეთში. ფინეთის შესახებაც რომ მოამბოთ ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, ჩვენი მეგობარი მერი სოფია ლაკოსი, რომელიც არის ეთნომუსიკოლოგი და ჩვენი სიმპოზიუმის თითქმის პერმანენტული მონაწილე, დაინტერესდა ნანინას მოღვაწეობით და მან ტრიო ნანინა, ანუ 3 ადამიანი, ნანინადან მე ვიქტორია სამსონაძე და ია ანდღულაძე მიგვიწვია ჰელსინკში მასტერკლასების და კონცერტების ჩასატარებლად. ჩვენ ერთი კვირის მანძილზე ვიმყოფებოდით ჰელსინკში, ეს იყო ივლისის ბოლოდან აგვისტოს პირველ რიცხვებამდე და იქ ჩავატარეთ ყოველდღიურად ფაქტობრივად ვატარებდით მასტერკლასებს და კონცერტებს და უნდა ვთქვა, რომ ფინეთშიც არანაკლები ინტერესია ქართული მუსიკის მიმართ და იქაც არსებობს 3 ანსამბლი. ჰელსინკში არის 3 ანსამბლი, ეს არის საქანელა, ტევრი და პეპელა, რომლებიც მხოლოდ ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებენ. ისინი საქართველოშიც სიმპოზიუმშიც მიუღიათ მათ მონაწილეობა და დაინტერესებული არიან ძალიან ღრმად შესწავლით ქართული მუსიკალური ფოლკლორის, ამიტომ მათ თვითონ გვთხოვეს რამდენიმე ისეთი რთული სიმღერა, რომლებიც ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით და სიამოვნებით შევასწავლეთ. ბატონო, რა სიმღერები იყო, რომელიც შეესწავლეთ? ძირითადად გურული სიმღერები იყო, აი ლეკებმა რომ დაგვიჭირეს მაგალითად, ნანინას ერთ-ერთი რთული ვარიანტი, ასევე იმერული ბებია, რომელიც მათთვის უცნობი ვარიანტი იყო, ასევე მესხური ფერხულები, ასევე აფხაზური სიმღერა, რომლის ტექსტი ქართველებისთვისაც კი ძალიან რთულია, გამოსათქმელად და ძალიან კარგად აითვისეს, კი ძალიან კარგად და სხვათა შორის საკრავით თანხლებული სიმღერების შესწავლის დროს საკრავიერი პარტიითაც დაინტერესდნენ და საგარმონე სიმღერას თუ შურის სიმღერაც შეისწავლეს და მასტერკლასის მერე არ მოგვეშნეს, სანამ ამ საკრავის თავისებურებებშიც არ ჩაიხედეს და რაღაცა წვრილმანები, ეხლა ყველაფერი რასაკვირველია შეუძლებელი იყო, მაგრამ ძირითადი დეტალებით მაინც გაიმდიდრეს თავისი ცოდნა. თავიანთი ქვეყნის სიმღერები თუ მოსინჯეს ამ საკრავებზე და რამდენად სრულდება? იცით რა, თავიანთი ქვეყნის ფოლკლორით ყველა ბრიტანელების ხოთა შორის თავისი აი ამ ქართული სიმღერების პარალელურად კონცერტებზე შიგადაში გასრულებდნენ ისეთ არაფორმალურ გარემოში შედარებით აი კონცერტის ბოლოს ან აი ვთქვათ სუფრის სიტუაციაში კი ასრულებდნენ ბრიტანულ სიმღერებსაც, თუმცა ამბობდნენ რომ ეს არაფერი არ არის ქართულ სიმღერებთან შედარებით, რასაკვირველია პატივცემენ თავის ტრადიციებს, მაგრამ ისინიც აღნიშნავდნენ ამას. ვორქშოპებს რომ დაუბრუნდეთ, მაგრამ ძალიან კარგია თავისთავად ყველაფერი ეს, როდესაც თქვათ ანსამბლი მიემგზავრება სხვა ქვეყანაში, როდესაც კულტურა კი შეიძლება და ეს სიმღერები ნაცნობია მათთვის, მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიახლის, როდესაც თავაზობ მათთვის უცნობ ნიმუშებს წარმოუდგენ. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად ურმავებს ინტერესს თავისთავად მათ, რომ უფრო ძირფესვიანად დაინტერესდნენ, ხშირად ესტუმრონ ჩვენს ქვეყანას. ამ კუთხით ტურიზმის თვალსაზრისითაც ჩვენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ასევე რა თქმა უნდა ყურაცაღები არის ჩვენი მომავალი თაობისთვისაც, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიყვარს და ჩვენ ვაფასებთ, ამას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ღირსეულად აფასებს, სწავლობს, უყვარს ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ფოლკლორი და ეს 1000 მაგათ დასაფასებელია, როდესაც თქვენ და სხვა ანსამბლის წევრებიც ვცდილობთ მიიტანოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩვენი ტრადიციები, ჩვენი სიმღერები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი წინამორბედი იყო 1 წლის წინ ზუსტად იმავე პროექტით ბატონმა ნილ მაკეიმ მიიწვია სტუდია ამერიმერი, რომელიც ედიშერ გარაყანიძის შექმნილი სტუდიაა და ფაქტობრივად ისინი იყვნენ როგორც ედიშერ გარაყანიძის მემკვიდრეები იქ და
როგორც გამგრძელებლები მისი საქმის, ეს იყო ძალიან სიმბოლური. თან ეს იყო ზუსტად 30 წლის თავზე იმ დროიდან, როცა ედიშერ გარაყანიძემ ეს საქმიანობა წამოიწყო და ეს ბავშვები, ამერიმერის სტუდიის ბავშვები არიან ძალიან დიდი იმედი ჩვენი, რომ ისინი გააგრძელებენ ედიშერ გარაყანიძის დაწყებულ საქმეს და ქართული სიმღერის პოპულარიზებას არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ მათ ნახეს ის ინტერესი, რომელიც აქვს უცხოელ საზოგადოებას ქართული ტრადიციული კულტურის მიმართ. ტრადიციული სისტემატური სახე იქნება მისვლამოსვლას, ხომ ალბათ ფინელებიც და ბრიტანელებიც ამის ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ბრძანებისთვის. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ეთნომუსიკოლოგთა ჯგუფ ნანინას დირექტორი, ეთნომუსიკოლოგი ქავტანი მაკახაძია.